ასევე მისდევენ და უყურებენ ვისკის ბიბლიას. გამოდის, მოკლედ, სადაც აღირიცხება მოკლედ. ორწმუნები მყრე ხელობად ხომ არ აგებენ სიტყვა ბიბლიას. დღეს არა მგონი. არა, იზამენ, იმიტომ რომ ზოგი არის რა. მეგობრები, წმენა რომელიც ცოდნით არ არის გამტკიცებული, ეგ არის ფანატიზმი. ავით. ეგ მე არ მithქვია იმანად რომ თომას ჯეფერსონმა და ძალიან და ეხლა იმას თუ დაინტერესდებით მოკლედ ვისკებით მოკლედ მათი რეიტინგებით და ასე შემდეგ უკიდურესად დაინტერესებული ვარ ამ ციკს მოკლედ მიყვეთ და ძალიან კარგი და საჭირო ინფორმაციას აღმოვაჩენთ მოკლედ ჩემთვის იმას ვიძავ მე გავარჯო კიდე რა უნდა მეთქვა ბოთლის გარსის შემდეგ ზოგი ვისკი უფრო კეთილშობილი ხდება რაღაც დროის განმავლობაში ზოგი ბუჩდება თუ არის ეგრე არის ხო შეიძლება ეხლა მე გავხსნა და დაველოდო და მე არ უფრო უარესი გახდეს ამ შემთხვევაში არის რამე ეგეთი შენახვის პირობებზე არის დამოკიდებული. ანუ როგორც ვისკის შემთხვევაში, იგივე სხვა ალკოჰოლს რაც შეეხება თუნდაც ღვინის შემთხვევაში, ხო? რო ხსნით რაღაცა ალკოჰოლს, имას თავისი შენახვის პირობები აქვს. ნუ მზე პირველ რიგში მზე არ უნდა მოხდეს, სითბოში არ უნდა გვიდოს. მაღაზიის ვიტრინებში რო ულაგიათ, რო ხედავ გული მისკდება და ვიღაცა რომ მიდიან დაყიდული. მზე არის პირველი მტერი, რომელიც აფუჭებს ალკოჰოლს. განსაკუთრებით ნუ ღვინოს შევეხები, ღვინოსთვის მზე არის კიდურესაც ცუდი რამე კი. იმიტომ რომ ჩვენი წინაპარი მიწაში ფლავდა. რომ საერთოდ და მარვის კარები ჩილოთსკენ იყო ყველა იზოლაცია აქვს ასე რომ შემთხვევით ხივი არ მოხდებოდა. დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა თქვენ. კარგად გზანდებოდეთ. დამატებები და უკანეგზაზე მოკლედ შემოგვიერთთ ბლოკნოტს გადავხვდით. გაიხარე გენაცვალე. კარგად.